ამ პოსტის მოწყობის და რაღაცებს გავითვალისწინება აუცილებლად. კიდე თუ ვინმე მოყვება თავის ვერსიებს მეც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ და რა ვიცი, რასაც გავაკეთებ კიდე მოგიყვებით და თქვენც მოყვებით და ერთმანეთის ესე აზრები გავითვალისწინოთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. ჩემთან ხეები დგას რაღაცა ერთი ნაბიჯი წინ გვაქვს თითქოს. თუმცა გაზრდილი არ არიან ჯერ და სულ მაინტერესებდა ეს თემა და ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ვერ მივხვდი ყველა კვალში მოვაწყო. ეხლა ვიფიქრე, რომ ერთი კვალი ნახილი ის ნათესი ბალახი იყოს დაუშვათ, როგორც ვთქვით, ის სამყურა და დაუშვათ მარცვლოვანი შევურიოთ, ექსპაცეტი და ხორბალი თუ ქერი, ცაცტელა და ანუ ხეებში ერთი კვალი იყოს ეს, მერე ერთი კვალი იყოს ბოსტნეულია, ესეთი რაღაცა ვიფიქრე ახლა და რატომაც ვანელი უკაცრავად ახლა რაღაც დაიწერა, ანუ ნაგავი შემოაქვთ ევროკავშირიდან თუ რა ხდება. ხო, რა თქმა უნდა, ნაგავი შემოაქვთ, მაგრამ ეს არის დიდი ბიზნესი. ვისაც შემოაქვს ის უზარმაზარ მოგებას ნახულობს ამით და ისიც კიდევ ვისგანაც შემოაქვთ. მთელი ინდუსტრია. ამასთან ბრძოლა ესე ადვილი არ არის, ბატონო. ანუ რა მოაქვთ, კარგად ვერ გავიგე, გასულიყავი ოთახიდან. რა შემოაქვთ? შემოაქვთ პესტიციდი, რომელიც ევროკავშირში. ეს გლიფოსატი. კი. აი ამის ბოთლები ნახა ჩემმა მეგობარმა ლევანმა, რომელიც ახლა ლაპარაკობდა. ცარიელი ბოთლები გადაყრილი იქ. ეთყობა გამოიყენეს და ის ბოთლები დაყარეს მერე ისე და. რა თქმა უნდა ახლა არავინ არ აკონტროლებს მაგა. როგორ არ აკონტროლებენ პირიქით კონტროლად შეიძლება მეტი შემოიტანონ, მეტი გაყიდონ, აი ეს ხდება. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამის შეცვლა არ ვიცი, ეს არც ისი ადვილია და არც ისი ადვილია. იმიტომ რომ გლეხს არ ჯერა რომ ამის გარეშე რამე გამოვა. აი პატარა მაგალითს ვიტყვი, ამ შემოდგომაზე მოკლედ მე მიწევდა სამსახურიდან გამომდინარე ყველა მევენახესთან შეხვედრა. როცა მათ ყურძენი მიაქვთ ქარხნების ჩასაბარებლად, ჩვენთან უნდა გაიარონ მოკლედ წაიღონ ცნობა და ასე შემდეგ. და როცა ვეკითხებოდი, რომ როგორი მოსავალი ქონდა, ძალიან ცუდი. რატომ ცუდი, რა დააკელით? არ ვიცი, ყველანაირი წამლით შევწამლე, მაგრამ ძალიან ცუდი მოსავალი იყო. ანუ რაღაცასთან მივიდნენ უკვე, რაღაცასთან მივედით, მაგრამ აი ეს თვალის ახელ და დანახვა ალბათ ჯერ ძალიან გვიჭირს. ერთმანეთს შეჩივიან, მე ამით შევწამლე, მე ის დავასხი, მეც ეს დავასხი, მაგრამ ამ ქვეყნის, მაგრამ აშკარადაც ხადია, რომ ყველა ვენახი გაფუჭდა. უმეტესობას. მე ვფიქრობ, მაგას არაფერი არ უშველის გარდა კარგი ნიმუშის შექმნისა და ამ ნიმუშის მოწყობა ბევრად უფრო ადვილია ვიდრე მაღლარის გაშენება. ნიმუში მე ვგულისხმობ დაბლარ ვენახს, რომელსაც პესტიციდების გარეშე მოიყვანს ვინმე. და რაში ასე. ადვილი რატო არის ეს? ჯერ ერთი ის რომ ვენახი გაშენებული. მეორე ის რომ ახსოვთ ადამიანებს როგორ მოყავდათ ხო? ხო მოყავდათ შამკირით და გოგირდით მხოლოდ და მოდიოდა არა. რა შეიძლება დახუნა დათესვას.
რიგთაშორისებში დახრას და მოკრიალებას ყველაფრისას ეგეც მე მგონი უნდა ახსოვდეთ ყოველ შემთხვევაში წინათაობის ხალხს უნდა ახსოვდეს თუ იქ მოვიყვანთ ან დაბალობიოს ან არ ვიცი თუნდაც პამიდორი კი ცუდია სინამდვილეში მეზობლად ვარისთვის იმიტომ რომ ორივენი ავადობს ამ სოკოებით ხო ნაცრითაც და სხვა სოკოებითაც და ამიტომ ცუდია მაგრამ სულ არაფერს ეგეც იყოს მაინც ჯობია მიწას და ყველაზე კარგი კიდე ის არის რომ არაფერი რიგთაშორისები დარჩეს დაუმუშავებელი და შიგნით ინდაურები იყვნენ ან ბატები ოღონდ რაოდენობა არის მათ მნიშვნელოვანი თორე თუ ბალახი ზომაზე მეტად გაიზარდა მაშინ იქ ხანძრის საშიშროებაც არის და ვაზის დაჭაგვრის საშიშროებაც ორივე ძალიან ცუდია და თუ ძალიან გადაჭამეს ეს ბალახი ამ ინდაურებმა ან ბატებმა და მოათითლეს მიწა, ნუ მაშინ ეფექტი აღარ არის, მაშინ უკვე ფაქტიურად იგივე არა დაგვეხდა. ამიტომ არც ერთი არ ვარ, ამიტომ ეს აი ვიღაცა იქნება გამოჩნდეს ვიღაცა ვინც გაბედავდა ამას. იცი ეთერი ვიცი რო არის მაგრამ ეთერის აქვს სუფრის ხურზე და იქ მე ეჭვი მაკრომერი დაიწყებენ იქ ლაპარაკს ეს გამოდის გამოდის კათედრალზე არ გამოვა საფერავზე არ გამოვა რა ქნან ახლა ეჭობენ რა გააკეთონ ხო ესია აი არ ვიცი თუ ეს მოხერხდება ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გზა ასეთი ვენახი აქ არის თბილისთან ახლოს ჩემს მეგობარს აქვს საგურამოში და შვენივრად მოიარობს იწამლება მხოლოდ შაბიანის და კირის ნარებით და გოგირდით ბალახი ითიბება და ნათიბი რჩება იქვე ცხოველების ფრინველების შეშვება ნუ ვერ მოახერხა იმ ადამიანმა რა ვქნათ ანუ არ არის საუკეთესო ნიმუში მაგრამ ნუ ნიმუშია რა არავის ნაკლები გარიგრიფება და თან უშედება გაცილებით იაფი და თან აქვს უშხამო მოსავალი ეს შეგვიძლია ვარახოთ თუ ვინმეს მოუნდება მაგრამ ეს ამაზე შეიძლება მე ვიღაცამ თქვას რომ საგურამოში გამოდის და არხილოვში არ გამოვა არ ვიცი ხო არ ვიცი რაღაცა გზები უნდა მოუძებნოთ როგორმე რომ მაღლარი იცი მაღლარი მე ძალიან გაიმგონია მაგრამ მაღლარს ყველა ვერ გაბედავს მაინც უნდა ვიფიქროთ იმაზეც რომ აი დაბლარის მოვნა ვასწავლოთ უშხამოთ და დაუხნელად ვისაც აქვს ეს ვენახი უკვე დიახ დაბლარი და ვისაც აქვს აი იქნებ ვიღაცა გაბედული გამოჩნდეს გაბედულება უნდა ეხა იმას ხო ეშინია ის ხო ფიქრობს რომ აუ არ მოვა არაფერი და რა მეშველება ხო კი გეთანხმებით ნაწილზე რო გააკეთოს თუმცა ნაწილზე ძნელი იქნება მერე პატი შეშვება ან ინდაური შეშვება იმიტომ რომ გვერდი თუ იწამლება მერე ამ მოწამლულს თუ შეჭამს არ ვიცი ხო ძნელია ნაწილზე ძნელი იქნება და ისედაც ძნელია მესმის მე იმიტომ რომ თუ მოშორებულია საყლიდან ნაკვეთი ახლა იქ შერეკე ყოველ დღეს პატი და მერე გამორეკე არ არის ადვილი რა თქმა უნდა რა იქნებ რაღაცა მოვიფიქროთ
რატომღაც ამ ბატებს და ინდაურებს ადამიანები თვლიან დამატებით თავის ტკივილად. და ოდნავ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს დამატებითი შემოსავალი არის გარდა თავის ტკივილისა. და გარდა იმისა, რასაც ვენახს კარგ გაუკეთებს. ეს ხო მართლა სერიოზული შემოსავალი არა. კი, ძალიან უცნაურობებს ვაწყდებით, გია. აი, ისე გაოცებული კითხულობენ, რომ იხვის კვერცხს ნამდვილად ჭამთ? გემრიელია? აი, შეუჭამენ რა ქნა. აი, რამდენს უნდა აჭამოთ, რომ გაასინჯებ შენ კი ვიცი, რომ გაასინჯებ, მაგრამ აბა რამდენს გაასინჯებ, ხა თერთმეტს ვერ გაასინჯებ, გამოყობა. და აქ ზედმეტი ტვირთი ეს იხვი დაუშვათ იმიტომაც არის, რომ ვაკვირდები, რომ ვერაფრით ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვენახში შეუშვან და აბარა უყონი იხვს, ამიტომ ყოველდღე ჭამა ჭირდება და მართლა ზედმეტი თავის ტკივილია იმათში, იმიტომ რომ დილით უნდა აჭამო, საღამოს უნდა აჭამო, წყალი უნდა ამ უწყლოა გარემოში და ეს აზრად არ მოხდით, რომ აი ვენახში იხვი როგორ იქნება და აი ეს მართლა კარგი მაგალითი იქნებოდა ჩვენთან თან, იმიტომ რომ ამაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ აქ პირდაპირ სახლს მიბმულია ვენახები და ყველას ერთად აქვს. აი სახლს მიბმული სადაც არის, ნამდვილად ძალიან ადვილია, რა უნდა მართლა. ჩვენთან ასეა კი. ხო. რაც შეეხება იმას, რომ ვენახში თუ არ შეუშვეს, ისე მაშინ იყვის ფერმის გაკეთებას მეც არავის არ ურჩევ. შემოღებილში პატარა შემოღებილ ადგილში თუ ეყოლება იხვი და ყველაფერი უნდა აჭამოს. ფერმა ფაქტიურად რა. მაშინ პარემ რემიქსი აჭამოს და ხო. ეს არანაირი ეკოსისტემა არ იქნება, რა თქმა უნდა. სწორედაც რომ ვენახში უნდა შეუშვას, თორე აბა ისე რა აზრია. თუ იხვს შეუშვებს ვენახში, მაშინ ალბათ თიბოაც დაჭირდება. მაგრამ რა მოხდა მერე თიბოს? არ არის ესეთი რთული ამბავი მე მგონი. ხო? რიგთაშორისები თუ ძალიან გაიზარდა ეს ბალახი და იყო არ შეჭამა, გათიბოს. მაგრამ ინდაური და მათი თუ იქნება, მაშინ გათიბვა ნამდვილად არ იქნება საჭირო ინდაური და მათი. ერთი და მეორეც ძალიან კარგი მწოველები არიან და აი რაოდენობას კონტროლი ჭირდება. ბევრი მოატიტულებს მიწას, ცოტა კიდე მაშინ ბალახი მოგვერება. და ეგეც არ არის დიდი უფეთო, მოგვერება და გაითიბება. აი ეს აუცილებლად თუ მოგვერია ბალახი, უნდა გაითიბოს. მე მგონი ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა მოვიფიქროთ, ნელი იქნება რაღაცა კი არა ვიღაცა და ვიღაცა შეიძლება მივეხმაროთ, რომ მე ვფიქრობ ეთერბებოს ვესაუბრო ისევ, იმიტომ რომ ეს ჩემი იხვები იქ ბალახობდნენ და მაგრამ მან ხორ კაცითელი ნაკლებად არის ეგ ვარიანტი, იმიტომ არ გამოგვადგე. ის ყველაფერი ჯობია, მაგრამ კეთესი იქნება რომ კაცითელი და საფერავი ვისაც აქვს იმან. მაგრამ ალბათ უტოპია ახლა მაგას არ მგონია რომ ვინმე დაეთანხმება სამწუხაროდ ნაკლებად მაგის იმედი. მაგრამ იყოს ისევ ეთერბებოსთან იყოს ნახოთ რა იქნება. წელს როგორი მოსავალი აქვს ეთერბებოს. რაც გადარჩა ხანძარს ძალიან საღიმარცვალია მიუხედავად იმისა, რომ სულ ორჯერ შეიწამლა იმ შაბით და კირით. შვენიერია. ხო, არ დაზიანებულა არაფერი. ორი ეგარი.
ანძარმა ბევრი გაუგვიჭა. ხო, დაზიანდა ვაზი ეთყობა ალისგან, აი თვითონ დამწვარი არ არის ბევრი, მაგრამ ეს ამ ბალახს რომ მოედო, ვაზი დაიჩაგრა. შეახმა ფოთლები და შეულებრივად გაიზრდება ხო ის ვაზი ისევ გაიზარდა. კი, ეგ საშიშროება არ არის, რომ არ გაიზარდოს, კი. მაშინ მოიქნებ დაელაპარაკო მეთერბებოს და იქნებ მაშინ ჩვენ კარგად ვიფიქროთ ამ ძოვებაზე. იყვები არ ეხება მაგ საქმე შეიძლება ინდაურები ჩართვა დაგჭირდეს ან მატების ან ცხოვრების ან რაღაცის და იქნებ რაღაცა მოვაჭაროთ ეს საქმე რომ ერთი კარგი ნიმუში რო შევქმნათ რა. აუცილებლად უნდა რაღაცა მოვიფიქროთ რომ ერთი კარგი ნიმუში არსებობს. და ის რომ მეთერბებოს მათ აღარ შეაკეს პესტიციდები უკვე ძალიან დიდი რამეა. სამწუხაროდ საქართველოში მაგას ჯერ კიდევ ვერ აფასებენ სოფელში, თორე მაგის ხურძენი მინიმუმ 2 ჯერს ვირი უნდა ღირდეს. შხამით მოყვანილზე მით უმეტეს სუფრის ხურძენია. იმ შხამით მოყვანილი ბავშვს როგორ უნდა აჭამოთ? შენ მახუზნება რა ქნეს იქ რაც არიან დაიკრიფა უკვე? კი, დაიკრიფა გია. მოსავალი ავიღეთ და წვენიც მოვამზადეთ. და როგორი იყო მოსავალი დაახლოებით შეიძლება არ აგიწონია, მაგრამ აი მედროებით. ერთ შორს წასულ ტოტზე, რომელზეც ვერ გავიდა ალე, საკმაოდ დარჩა ალბათ 1-2 ვედრის და დაახლოებით 5 ვედრო 5 არა, მეტი 6 ვედრო მოიკრიფა. მეტიც ალბათ. ის თოთი მოხერხეთ რა. მოძავადაც მოკრებთ. ისეთი თოთი რომელსაც ვერ კრებთ. ხო და ჩამოვარდება და იმ ჩამოვარდილზე კი დაყრის მარცვალს რაღაცა დაიკარგება, მაგრამ ნუ რაღაცას მაინც მოკრებთ ხო? და გაისადგინე არ გეკნებათ ისეთი თოთი რომელსაც ვერ კრებთ. თუ ადვილად იტანს ამ სხლას და ამიტომ ეს არ არის ესეთი რთული მოსაგვარებელი პრობლემა ხო? ხო, ისე კარგია, მშვენიერია ხო, ერთი ხიდან ესე იგი დაახლოებით 60 კილო მოკრიფეთ და კიდე ერთი 20 კილო შეიძლება და მოგეკრიფათ. აი 100 კილოზე უნდა ავითეს ეს თავისუფლად რა. დავა კიდევაც ნელ-ნელა. ბალზე რომელიც არის გაშვებული ისიც ბოლომდე ავიდა წელს უკვე ალბათ მომავალ წელს ძალიან სწრაფი ზრდა ჰქონდა და ძალიან საღია თვითონ ის თოლიც და ვაზი კი ღეროც ძალიან კარგი ნელი თუ ნახულობს ხალხი და ელაპარაკებიან ამაზე ვინმეს არ მოუნდა რომ თვითონაც დარგოს აი რა დიდი პრობლემაა რომ ხო აქ ეზოში თუთა და მიურგოს ერთი დიდი ვაზი აი რას კარგავს არა მე ვისაც უთხარი ყველა დაინტერესდა და ყველა ამბობს რომ აუცილებლად დარგავენ და იმიტომ რომ აი ამ თემით ახალგაზრდებს უფრო რომ ეს შეწამლის გარეშე მოვა იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელი რაღაცაა რომ ვაზი შეწამლის გარეშე მოვა ამათთვის და აი ამით ინტერესდებიან უფრო და ძალიან კარგი აი ამ შემოდგომაზე ვეჭობია რომ დარგონ ხა რა უნდა ახლა მართლა ორი ძილი რომ დარგოს ვაზი რომელიმე ხესთან ოღონდ ხეები არჩევა ჯობია ან ბალი ან თუთარი შატი რეკნებათ ალბათ და უნაბიც ნაკლებად სავარაუდოა რომ კონდეთ თუმცა უნაბი ვიღაცებს აქვთ მათ ხო უნაბზე ძალიან კარგი ავაზი რატომაც არა დაურგო აი ის კაცი რო არის ქვემოკეთები იმას ხო ბევრი უნაბი აქვს კი აქვს კი იმათ დარგეს კი თამაზიმ დარგო თამაზიმ ნუშებთანაც დარგო ჩვენიერია ძალიან კარგი თუთასთან დარგო და უნაბებთანაც
ის თუთის სურათი იკითხეს ჩემთან ალბათ არ ესე გადაღებული არ მაქვს მაგრამ ხვალვე გადავიღებ და გაახლებთ ხო ყველას გადაიღებ მოკლე ფილს გადაიღებ უკვე და არა ის ხე ტოტი რომელზეც ასხია ჩანს მსხმოიარე ჩანს კარგი ხო ისე მართლა ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოკლე ფამდე გადაიღო ხოლმე და ეს ეხლა ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მე ყველას რო ეკნება მე არავის აღარ დაჭირდება სურათის ჩვენება ეხლა ეს კალმები ვაზის სანერგეში დავრგოთ თუ ესევე მიურგოთ ხეებს მე მაინც მგონია რომ სანერგეში ჯობია დარგვა იმიტომ რომ ხეზე მიღული ძნელი მოსავლელია ხოლმე თუ ბევრგან არის ხო და სანერგეში ერთად გაკლ ყველას ერთად უნდა და მე გადაიტან ხო და თუ ხესთან დაიდგომა პირდაპირ მაშინ აუცილებლად მილი აი ეს პლასმასის მილი დაახლოებით 9 მეტრის სიმაღლის უნდა ჩამოაცვათ და იქ გაჩილებით კარგი პირობები აქვს და კარგად გაიზრდება ხო მე მოშორდება ეს მილი უკვე როცა გაიზრდება ვაზი მოშორდება და მოშ კი ასე ვქნათ მაშინ სანერგეში დავრგავთ ჯერ კი ჯობია მე კაციტელი მინდა მე თვითონ კაციტელი და ეს საფერავის კალმები რომ მე ესენი მოვურგოთ ას მნიშვნელოვანია რომ იმ ხალხმა დაინახოს რომ კაციტელი და საფერავი რაც მათთვის მნიშვნელოვანია ის მოდის ხეზე კარგად თორე ყოველთვის იტყვია რომ აი ეს სვაჯიშია და რა თმინდა და ეს კაციტელი მაინც არ მოვა და აი აუსუ იქნება ეგეთი ეჭვები ხო ძალიან კარგი კი ბატონო კი იქნება კარგი დაბა სხვა შეკითხვები ხო არ არიან რამე სათქმელი ხო არ გვაქვს ვინმეს ერთსაც ვიკითხავ მოკლედ დამწვიმების გამო გავჩერდით ახლა და კი მაქვს კალმები მაგრამ ვერ მოვასწარი და წყალში მიდევს არ ვიცი ისინი გამოდგება თუ არა მაგრამ ამ სანერგეს გავაგრძელებ როცა წვიმები გადაიღებს ალბათ შეხო გიყრია სანერგეში რა მიყრია ქვიშა სილა გვიყრია კი მოვიტანეთ დიახ და ჩაუბაროთ ერთად ეს კი ერთად და სილანარევში ბევრად უფრო კარგად ფესვიანდება მე უკვე გაზაფხულისკენ აუცილებლად დამორჩო ეს რაღაცით იმიტომ რომ ეს სილა ძალიან ხურდება მზეზე ხო და ამიტომ ჯობია რომ დაიმორჩოს და სილა მზეს არ უნდა დაანახო და ნაკელი აღარ ჭირდება ხო გია ამ სანერგეში ნაკელი მე რომ გითხო თქვენთან არაფერს არ ჭირდება ისეთი შავი მიწაა მაგრამ ნუ არც აწყენს რა თქმა უნდა ისე მაგრამ სანერგეს არ ჭირდება კი ბატონო გავაკეთებთ მაგას აუცილებლად ძალიან გვიჭირ ძალიან კარგი კარგი დავა სხვა არ გვაქვს არაფერი შესაკითხი ან სათქმელი ბატონო გია ჟასმინები მაქვს თქვენი იქრო დავაკალმეთ მე მგონი რამდენიმე არდისუბანში და რამდენიმე თქვენ მომიტანეთ და გადავიტანო უკვე კი ახლა კარგი დროა მე მგონი ნოემბრისკენ ჯობია ოქტომბრის ბოლოს ხო წვიმს ახლა თქვენთანაც მე მაინც გავთავებელი წვიმა არის არ გაჩერებულა 1-3 წელი არ თან შენახა ფხილად გადაიტან თავისუფლად შეგიძლია რომ გადაიტან ხო ანუ სეტკაზე ჩაოლებრივად წავა ხო რაღაცას
კი კაცო. ეს ხრი არა ჟასმინსია მოყო შენერ. ხო. კი. კი, თავისუფლად შეგიძლია. ანუ როდის დაკალმებულია ეს? როდის დააკალმეო? თქვენ მომეცით არ მახსოვს ზუსტად თქვენ როდის გქონდათ დაკალმებული? არც მე არ მახსოვს. ანუ ერთი წელი მაინც სჭირდება გია ხო? ძელი კაცია ხო? ისე ალბათ გააჩნია რა რაღაცებს. ახლა გოჩზე 2 კვირას ყოფნის კაცო. გოჯები ისე ყავიან ჩვენთან აყავდნენ სულ კარგად გაიზარდნენ ადგილებში. წელს ახლა ვერ დაამწიბებენ უკვე. მაინც უკვე გვიანია, მაგრამ გაიცათ უკვე მოსავალს. მაგ მხიარა ჟასმინის დაკალმება ეხლა შეიძლება? კი, კაი დროა ძალიან. აი ლაზები მაგ ესე პატარა სანერგესავით გაკეთებული და ამასინათ მიადგნენ და გათიბეს ელექტროცებით და მთლიანად გადაჭრეს თითქმის ნახევარი და მე ეთყობა მიხვდნენ და გაჩერდნენ, მაგრამ ის გადანაჭრელებზე ამოიყარა ლაზმა ისე და მამა მითხრა უკეთესიც იქნება უფრო ძლიერიო. უკეთესი საკითხია, მაგრამ რო გადარჩნენ კარგია რა. ანუ ფესვს არ გაიდგამს უფრო. ნუ აი ვერ გეტყვი ზუსტად რა, აი არ ვიცი ხა. ძალიან საცგებელია, შეიძლება რაღაცა გააქტიურდეს, შეიძლება პირიქით გაუჭირდეს. მაგრამ რა მნიშვნელობა თავარია რომ გადარჩენ და გაისათენ კვაზები გადასართავად ივარგებენ უკვე. ეხლა თუ ამოიყარა ესე იგი ფესვები უკვე აქვს და მაგრამ ეხლა უყურე რა არის სირთულე ეხლა რომ ამოიყარა იმას ხო ჯერ მწვანეა ხეროები აი ამ ხეროებმა ზამთრამდე უნდა მოასწრონ კაკავის ფრება მწვანე ხერო ზამთარს ვერ გადაიტანს და გახმება მარტო ზევით კი არა ძილიანად გახმება ეს თუ გადაიტანა მაშინ ძალიან კარგი ამიტომ ეხლა ესეთი რამე ჯობია მანდ რომ გაკეთდეს რომ ეს ვაზები რამხელებია ეს ახალამოყრილები პატარაა ძალიან ერთი თვის წინ მაქსიმუმ გადაჭრეს და მოიყარა სიმაღლებია ეს ეხლა ეს ახალი წამოსულები ძალიან პატარებია ჯერ პატარა ხო ალბათ 10-15 სანტიმეტრი ხო აი ნახოთ რა ერთ თვეში მე უნდა დაახლოებით 20 სანტიმეტრზე რო გადაიჭრას რომ გახშებებაში მივეხმაროთ აი ის და რო გააჩეროს და ზამთრისთვის მომზადებაზე რო გადაერთოს ეს სირდება ეხლა მაგას წვანეთ რაც დარჩება ის აუცილებლად გახმება ზამთარს ვერ გადაიტანს როგორიც არ დარბილი ზამთარი იყოს სხვა კიდევ გაწვიმდა როგორც იქნა ჩვენთან და ყველაფერი გადამწვანდა ეხლა მე გვინდა მეტანშვება უკვე ხო კი ეგეც მართალია აქეთ თბილისში ძალიან ზედმეტია უკვე ჩვენთანაც მით უმეტეს ოთახშიც წვიმს ჩემთან ჩამოდის და უკვე ძალიან შემაკვდება კარგით აბა
შაქთან ლიმონი დავთესე. რაღაც ლიმონი იყო ძალიან მომეწონა რა, მოკლედ მაღაზიაში ვიყიდე, არ ვიცი რამდენად იგივე გემო შეინარჩუნებს, რაც იქნება. მაგრამ ამოვიდა ჩვეულებრივად რაღაც სრუფოთლებით მოიცვალა, ახალი ფოთლებიც აქვს და იქ გააჩერა ზრდა. თითქოს მეტი აღარ მიდის წინ. შესწივდა ეხლა გუგა უკვე. ლიმონია გესმის ეგ. კაი სითბო უნდა ანუ მაგას. ითბო უნდა ხო ეგ ეხლა შეიტანე სახში თუ სახში გაქვს უკვე. სახში მაქვს უკვე კი. ხო და ძალიან კარგი ხო. გამოიჟამთრეს ეგ უპრობლემოდ ერთადერთი რაც ნაკლი აქვს ამ დათესილი ლიმონს არის ის რომ თუ დაკალმებული მეორე მესამე წელს უკვე მოსავალს იძლევა. აი დათესილი შეიძლება 5-6-7 წელი დაჭირდეს მოსავლამდე. ხო, არა იმით მივაგნებდი ფიზიკურად, საიდან გვიან ისხავს ხო, მაგრამ მე რაღაცო როცა დაისხავს ხო დაისხავს ხო. და სხვათა შორის ძალიან კარგი შედეგი მქონდა ჯუჯა ბროწეულზე. თესლით დათესილზე. აი შარშენ დათესილს გაჩვენებთ. შარშან კი არა, მე მგონი წელს გაზაფხულზე დავთესე და ნახეთ როგორ არის. და წელს დათესილის ყოლობაზე დაუჯერებლად მაგარი. და რა გაქვს ნიადაგი რა გაქვს? ნიადაგი რაღაც ნაყიდი ნიადაგი მაქვს და აქ იაღლუნის ისინი მაქვს ზემოდან მობნეული. და რამდენიმე ისა. კურდღლის ნაკელით შიგნით. ეს კურდღლის ნაკელი ძალიან კარგია. უბრალოდ ეხლა მაგას დამატებით რასაც გირჩევდი 1-2 წიაღელა რო ჩაუშვა ქოთანში. ეხლა მე მგონი უკვე გადავიტანე, ხო რაღაც პატარა იმაში მაქვს ჯერჯერობით. იცი რა ზამთარში არ არის აუცილებელი. ზამთარში ეგ მაინც აღარ გააგრძელებს განვითარებას. ეგრევე იქნება. შეგიძლია გადაიტანო, შეგიძლია ეგრევე დატოვო. რაღაცა 2 ცალია, ვფიქრობ გაიყოს კიდეც შეიძლება. 2 ცალი გამოვიდეს აქ. ოთხი გაიყო აბარა. ხო. გადაჭი ისე რომ ცოტა ფესი ორივეს კონდეს და ეგ არ გაუჭირდება მაგის გადატანებას. სხვა რამები ხო არა გაქვს კიდე ქოთანში ესეთი რაც რომელთაც რაღაცა გასაკეთებელი გადასარგავია, რაღაცა პრობლემაა. ისეთი არაფერი, მე მგონი, აი რაღაცები ზოგჯერ ყვითლდება ხოლმე. თითქოს ჭიაყელების გარეშეც კარგად გრძნობენ თავს, არ ვიცი. იქნებიან, მაგრამ ჭიაყელებით ბევრად კარგად იქნებიან. ხო, გასაგები. და ეს მე სულ ახალი ბალახი უნდა ვამატოთ, ამათ თუ როგორ აი ეგ მაინტერესებდა პრინციპში მაგის მოვლა. ნებისმიერი ორგანული ნარჩენი, ნებისმიერი. ახალი ძველი თუ სულ ერთი? ახალი ძველი სულ ერთია. უბრალოდ რაც უფრო დაგუცმაცებული იქნება, უკეთესია. გასაგები. ესე იგი ამ ჯუჯა ბროწეულს მაინც ვაცალო, ხო, ეს წელი და შემდეგ რო გამოთბება მე კერდა. თუ ზამთარში უნდა გადავიტანო, თუ დაღრის ეს ალბათ ხო ფოთლებს? ოთახში, საერთოდ ხო ოთახში გინდა. ხო, ჯუჯა ბროწეული ოთახისთვის. ხო. აი როცა გინდა ეხლავე შეგიძლია გადარგო და როცა გინდა იმიტომ რომ ოთახში დაახლოებით ერთ იგივე კლიმატია მთელი წელი, ხო, დაახლოებით. ხო, მეტნაკლებად კი. ხო. ასე რომ ეხლა შეგიძლია გადარგო და ოთახში ეხლა შეიძლება რომ გაიზარდოს და თუმცა აი ეს უკან თქვენი ის არის ციტაკა. ო, ძალიან კარგი. არ ჩანს კარგად. ასხი ალბათ ხო თუ არა? ერთი ცალი მოისხა. თან რაღაცა დეკორატიულ მცენარესთან ერთად არის და აი გამოვიდა. ხო, აი კიდე
რა მიახსენე ახლა შენ. ეს არის დეკორატიული კროტონი. და იმერე შენივრად მეზობლობენ და მეგობრობენ, ხო? ხო, აი. მოისხა კიდე. ის კი არა, მან მე კიდე დავამატებდი იმას, რა ქვიან, აი, ოთახის იები რო არის. ეგა არ ვიცი. აი, როცა მოხვდები თბილისში, მე მოგცემ მაგრამდენიმე ძირი გამოყვანილი და მოგცემ და ჩაურგე. ეგ ერთწლიანებია თუ? არა, ავიანია. ავიან. იაზე ძახი, ია არ არის. როს გავს ყვავილი და ოთახის სცენარეებსაც ჯობია რომ მრავალფეროვნება შეუქმნათ რა ეს მონოკულტურა არსად არ ვარგა. ცხოველებს მან ვერ შეუყვანთ, მაგრამ იჭიაყელები მაინც ხო შეგვიძლია. რა უნდა ხა ის არ ჩანს და არაფერს არ გიფუჭებს. თუმცა თავარი არ მოკვდნენ რა იცოცხლო. არ მოკვდებიან. უყურე რა შეასაქმე. მაგათ რა ჭირდებათ? ნესტი, ზომიერი ტემპერატურა და საჭმელი. ნესტი და ზომიერი ტემპერატურა ისედაც აქვს, იმიტომ რომ ხო ული და ხორცალ მაგათ და ხო არ ყინავ ხო. ხო და რა შეიძლება საჭმელს თუ ზემიდან დაამატებ ხოლმე მულჩად რაღაცას. დაგუცმაცებულს ან ბალახს ან სულ ერთია რასაც კიდე ჩაის ნახენს გადასაკა ყავას მორჩა იმას საჭმელის აქ და დამთავრდა მეტი არაფერი არ ჭირდება იმას. გასაგებია. წამე რამდენიმე წამი დაგვრჩა მე მგონი. ნელა შეგვიძლია. ყავში და ვისაბატონებო და საერთოდაც თვითობას გისურვებთ. კაცმა არის ისეთი პირი უჩანს რომ აირევა ეთქობა რაღაცეები სამწუხაროდ.